სოფელ ნაფარეულში ტყუპების საღვინე სახლში ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნა. თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში მუზეუმის გახსნის ცერემონიალს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და კახეთის გუბერნატორი დაესწრნენ. სამუზეუმო კომპლექსი 8 მეტრიანი ქვევრის ძეგლისგან და რამდენიმე დარბაზისაგან შედგება, სადაც ქვევრის წარმოების და ქვევში ღვინის დაყენების სრული პროცესი აღწერილი. ტყუპების საღვინე სახლში როგორც უცხოელ, ასევე ქართველ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ ადგილზე გაეცნონ ქვევრის და ქვევრის ღვინის წარმოების პროცესი. მუზეუმი მოიცავს თვითონ პროცესს, როგორ ხდება ქვევრის აშენება, შემდგომ მისი მიწაში ჩაგდება, გარეცხვა, ყურძნის შაწურვა, ღვინის დაყენება და საბოლოოდ ღვინის ამოღება. საქართველოს აქვს 8000 წლიანი ისტორია ღვინის წარმოების, ვენახის გაშენების, ასევე იცით რომ 2013 წელს იუნესკოს მიერ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი იქნა აღიარებული როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლი. შესაბამისად, სწორედ ამის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, ეს არის პირველი ასეთი ტიპის მუზეუმი საქართველოში, ეს შეიტანს ძალიან დიდ წვლილს ქართული კულტურის, ქართული ღვინის, ქართული ვაზის პოპულარიზაციაში მსოფლიოში.